ექვთიმე თაყაიშვილმა გააერთიანა, გადაარჩინა და სულ სხვა სიცოცხლე მისცა. ახალ სისტემაში ჩააყენა მთელი ქართული კულტურული მემკვიდრეობა. მომარა ექვთიმე თაყაიშვილი ძალიან ბევრი ნიმუში, რომელიც არის დღეს დაბინავებული სიძველე საცავეებში, მუზეუმებში, ბიბლიოთეკებში, უბრალოდ არ იარსებებდა, ან იქნებოდა საქართველოსთან გატანილი და სხვადასხვა კერძო კოლექციებში იქნებოდა დაცული. თუ კი ვინმე იყო ისეთი, ვინც ქმნიდა არა მხოლოდ მოაზროვნე საქართველოს, არამედ საქმის მკეთებელ საქართველოს, მისი საშუალებით იყო მისი ირგვლივ შემოკრებილი. მთელი სიცოცხლე შეწირა საკუთარი ეროვნული კულტურის სამსახურს. თაყაიშვილის მთლიანად მთელი სამეცნიერო მემკვიდრეობის არ არის მხოლოდ შეგროვილი მასალა, ეს არის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი დასკვნებიც, მოსაზრებებიც, რომელიც დღესაც ინარჩუნებს თავის სამეცნიერო მნიშვნელობას. ექვთიმე თაყაიშვილს ყველა იცნობს კონსტანტინე გამსახურდიას მიერ შერქმეული ზედწოდებით საქართველოს მეჭურჭლეთ უხუცესი. საკმაოდ მოხერხებული ადამიანი იყო. იმ პერიოდში, როდესაც არ არსებობდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პრინციპები, სხვადასხვა გზებით ახერხებდა სხვადასხვა სიძველეების მოძიებას, გადარჩენას, შემდეგ ემიგრაციაში დაცვას. ერთი ადამიანის ცხოვრებისთვის უზარმაზარი სამუშაოებია გაწეული ფიზიკურად, უფრო რომ ხეიბარი გახლდათ, კოჭლი გახლდათ. 4 წლის ასაკში დაკოჭლდა ექვთიმეც, ის ჩამოვარდა და ფეხი მოიტეხა. მე რომ არ დავკოჭლებულიყავიო, ჩემი ძმებივით და ბიძაშვილებივით ჯარში მიკრავდნენ თავს და პორუჩიკი გავხდებოდია. მოფერევით თუ დაცინვით კოჭლაბუხას ეძახდნენ. ექვთიმე თაყაიშვილი დაბადებულია 1862 წლის 5 იანვარს. ჰყავდა 2 ძმა, ვარლამი და ნიკო კია და ლისა და ისეთი გურული აზნაურები იყვნენ, საკმაოდ ამაყი. ექვთიმე თავად წერს, მე რომ დავიბადე, მამა რამდენიმე თვის გარდაცვლილი იყო უკვე. და ის ჩოლოქთან შეტაკებაში მართლაც დაიღუპა. დედა ექვთიმემ დაკარგა, როცა იყო 3 წლინახევრის. მაკა მამიდას ბიძიარდი ჩოლთან ექვთიმეს აღზრდაში გადამწყვეტი როლი აქვს. მთელს ლიხაურში ქალთა უფლებების დამცველი იყო. ვეფხისტყაოსანი იცოდა ზეპირად. თანამედროვე დოხტურების ჯეროდაო მაკა მამიდასო, ვინც დააყენა საბოლოოდ ფეხსეო. ესეთი ქალის აღზრდილი იყო. არ ქონდათ სწავლის გადასახადის ფული. წიგნებს თხოვლობდა სხვებისგან, იქვე სწავლობდა კლასში და შემდეგ უბრუნებდა. შემდეგ სწავლობს ოზურგეთის მაზრის სასწავლებელში, საიდანაც გადადის ფოთის სასწავლებელში, დიდი წვალების და დიდი სურვილის მიზანდასახულობის წყალობით ის ხვდება ქუთაისის გიმნაზიაში და შემდეგ უკვე იწყება მისი როგორც ისტორიკოსის, ეთნოგრაფის და მრავალმხრივი ინტერესის მქონე მეცნიერის ბიოგრაფია შემდეგ უკვე პეტერბურგში გამგზავრების შემდეგ. დღიდან თავისი მოღვაწეობის დასაწყისისა მან ძალიან კარგად ჩამოაყალიბა თავისი სამეცნიერო ცხოვრების მიზანი. შეძნების დაგვარად უნდა შეიკრიბოს საქართველოს ისტორიისა და არქეოლოგიის მასალები, ყველაფერი გააკეთდეს ქართული ძეგლების გადასარჩენად და მკვლევართვის გადასაცემად, რათა იგი იყოს სათანადო შესწავლილი. მოიარა ყველაფერი იმერეთი და სამეგრელო, კახეთი და ქართლი, ლეჩხუმ-სვანეთი. როგორც თვითონ უწოდებდა ექსკურსიების შედეგებს, შემდეგ დროდადრო აქვეყნებდა. მისი ეს ნაშრომები არის დღესაც ძალიან მნიშვნელოვანი წყარო იმის გათვალისწინებით, რომ მის მიერ აღწერილი, შესწავლილი, გადაღებული ძეგლების გარკვეული ნაწილი სამწუხაროდ დღემდე აღარ შემორჩა. ზეგანის და წყაროსთავის ეკლესიები, როდესაც მისი ექსპედიცია გაიმართა, მთელი თავისი არქიტექტურული სრულყოფილებით არსებობდა და დღეს ერთის ადგილას ესეთი მეჩეთია, მეორეს ადგილას ქვის გროვა არის. მან საინტერესო სტრატეგიები დაგეგმა, საქართველოს ყველა კუთხეში გაიჩინა აგენტები, გაგზავნა თავისი სანდო ადამიანების, წინასწარი დაზვერვითი ექსპედიციები ჩაატარა, სად რა განწყობა იყო, სად როგორ დახვდებოდნენ, სად რა პირობები იყო, რამდენი ადამიანის წაყვანა იყო შესაძლებელი. ის არა მხოლოდ აღწერდა ამ სიძველეებს, არამედ იწერდა წარწერებს, იღებდა ფოტოებს, აკეთებდა ეკლესია-მონასტრების გეგმებს. მულტიდისციპლინური გუნდი შექმნა. ჩართო არა მხოლოდ ისტორიკოსები, არამედ არქიტექტორები, ფოტოგრაფები, ამზომველები, მხატვრები იღებდნენ ფოტოებს, აკეთებდნენ ანაზომებს, გადმოქონდათ პალეოგრაფიული პირები, ხვდებოდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, იწერდნენ მათგან ეთნოგრაფიულ ტექსტებს.
აკვირდებოდნენ ენას, ათქმევინებდნენ ლეგენდებს, ლექსებს და კომპლექსური შესწავლა მიმდინარეობდა. იმდენად მიმზიდველი გარემო შექმნა, რომ არსებობს არაერთი წერილი, მაგალითად დავით კაკაბაძის, გიგო გაბაშვილის, ლადო გუდიაშვილის, მოსე თოიძის, დიმიტრი შევარდნაძის იმის თაობაზე, რომ თუ შეიძლება ამ ზაფხულს მე ვიმუშავებ თქვენს ექსპედიციაში, მე გადავიღებ ფრესკებს. მისი ექსპედიციებიდან განსაკუთრებით გამოსაყოფია სვანეთის ექსპედიცია. სვანეთის ეკლესია მონასტრებში ძალიან დიდი საგანძურია დაცული დღემდე. და იმ პერიოდში საუკუნის წინ წარმოგიდგენიათ რამდენი იქნება მაშინ როცა ჯერ მუზეუმი არ არსებობდა. მან მიიწვია ექსპედიციაში ხატული ფოტოგრაფიის სპეციალისტი დიმიტრი ერბაკოვი, რომლის მასალა დღესაც ჩვენთვის არის ულევი წყარო სვანური საგანძურის შესახებ. რომ მის ამ ნაშრომში არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ სვანეთში მაშინ შევიდა 800-მდე ხელოვნების ნიმუში. ეს ნაშრომი არის გზამკვლევი და თვალის ამხელი სწორედ ამ ჩვენი დიდი საგანძურის შესახებ, რომელიც სვანეთში არის დაცული. დაახლოებით მე-11 საუკუნეების პატარა დარბაზული ეკლესიები, რომლებიც იმ თავითვე შეიცავდნენ ძალიან დიდ საეკლესიო ნივთებს. ჯერ ესეთი მათი მოხატულობა არის ხელოვნების ნამდვილი ჭეშმარიტი ქმნიერება. იქ არის უამრავი ფერწერული ხატი, იქ არის საეკლესიო ნივთები, მათ შორის ბაზი ფერშხუმები, ნელსაცხებლები და რა თქმა უნდა ქვაჯვარები. ექვთიმე თაყაიშვილის ვრცელ სამეცნიერო მემკვიდრეობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ტაო-კლარჯეთის ექსპედიციების ანგარიშებს. პირველი ექსპედიციას იყო 1902 წელს, მასში თაყაიშვილთან ერთად მონაწილეობდა ქართველი არქიტექტორი სიმონ კლდეაშვილი. შემდეგ იყო 1907 წელს, აქ მონაწილეობდა არქიტექტორი ანატოლი კალგინი. ამ ორი ექსპედიციის შედეგად არსებითად გამდიდრდა ცოდნა ტაო-კლარჯეთის სიძველეთა შესახებ, რჩებოდა ტაოს ხარე, ტაოს პროვინცია. ტაო მე-16 საუკუნიდან იყო ოსმალეთის იმპერიის ფარგლებში, ისეთ მასშტაბურ ექსპედიციებს, როგორცაც ატარებდა ექვთიმე თაყაიშვილი, ხელისუფლების ხარდაჭერა ჭირდებოდა. იგი ელოდა შესაფერის მომენტს და რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, ესეთი მომენტი დადგა პირველი მსოფლიო ომის დროს. რუსებმა იქ ოსმალეთის ფრონტზე აღმოსავლეთ ანატოლიაში მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაიკავეს და მათ შორის მოექცა ტაოც. ამ მომენტით ისარგებლა ექვთიმე თაყაიშვილმა ბევრად მასშტაბური იყო ეს ექსპედიცია, ვიდრე წინა ორი. მასში მონაწილეობდა ისევ არქიტექტორი ანატოლი კალგინი, იყვნენ ლადო გუდიაშვილი, დიმიტრი შევარდნაძე, მიხეილ ჭიაურელი და ილია ზდანევიჩი. მონაწილეობდა ასევე ვარძიის მონასტრის წინამძღვარი იერომონაზონი იპოლიტე, ფაქტიურად თარჯიმნის როლს ასრულებდა, ფანტასტიკური შედეგები ჰქონდა სრულიად. ბევრად მეტი კიდევ ვიდრე წინა ექსპედიციებს. მაგალითად მოხერხდა ტაოს დიდი ტაძრების, ოშკის, ხახულის, იშხანის, არა მხოლოდ გეგმების გაკეთება, არამედ ვერტიკალური ანაზომებისაც, ჭრილების და ფასადების ნახაზების. თითქმის საუკუნე სარგებლობდით ჩვენ ამ ნახაზებით. გაკეთდა კედლის ხატრობის ასლები. და ასევე გაკეთდა ქანდაკებების მულიაჟები. ექსპედიციის შედეგების გამოფენა მოეწყო 1920 წელს უკვე დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში ეროვნულ გალერეაში და ჰქონდა წარმოუდგენელი წარმატება. ხალხმა პირველად ნახეს რამხელა საგანძურს წარმოადგენს ტაო. ყველა მთავრობის, ყველა მეთაურთან, ყველა კარგ ორგანიზაციასთან და ანგარიშგასაწევ ორგანიზაციასთან აგზავნიდა წერილებს, რომ როგორმე რაც ძალა და ღონე ჰქონდათ, არ დაეშურებინათ და ფინანსური შესაძლებლობები გამოეყოთ, რომ ეს ექსპედიციები გაგრძელებულიყო. ყველა რაიონში ყავდა საქართველოში თავისი აგენტი, რომელიც ჩასაფრებული იყო, თუ სადმე რამე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იყიდებოდა. ჰქონდა რაღაც ტიპის ტექნიკა, ტაქტიკა, რომ შეეძლო შეესყიდა ეს მასალა. ექვთიმე თაყაიშვილი იყო ქართული ეპიგრაფიკული ძეგლების ერთ-ერთი საუკეთესო მკვლევარი. იგი აკეთებდა იმ ისტორიული პიროვნებების იდენტიფიკაციას, რომლებიც ნახსენები იყო ამ წარწერებში. და გარდა ამისა, ამ წარწერების სოციალურ მხარესაც სწავლობდა. ყველა წარწერას ის ადგილზე თურმე არ კითხულობდა. ანუ გამოდის, რომ ის ყოფს ამ წარწერებს რაღაცა პრინციპით, რასაც მოერევა ადგილზე ყოფნის დროს, აი უშუალოდ ექსპედიციაში ყოფნისას. იმას კითხულობს ადგილზე, იწერს, ხოლო რასაც არა, სთხოვს ფოტოგრაფებს, რომ ეს გადაუღონ და ჩამოაქვს მერე ეს ფოტოები, ეს მასალა აბეჭდინებს ამ ფოტოებს და უკვე თბილისში ამ ფოტოებზე დაყრდნობით მუშაობს. საშუალებას აძლევდა
აი ამ თელ სამეცნიერო საზოგადოებას, რომ შემდეგ აი მის მიერ მიკვლეული, გაჭირვებით ამოკითხული, თუ დღეს სამუდამოდ დაკარგული წარწერები მათ განკარგულებაში აღმოჩენილი. და გარდა ამისა, სამეცნიერო კვლევას და სიძველეების მოძიებას, დაცვას უთავსებდა ასევე აქტიურ პედაგოგიურ თუ საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებას. თან ახლდა ილია ჭავჭავაძეს, ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის გადმოცემების საქმეში, მაგალითად გახდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების, ანუ პირველი არჩევითი ორგანოს დეპუტატი. თავმჯდომარის ამხანაგი, მაშინდელი ტერმინით, ანუ მოადგილე. მას 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტზე ხელი აქვს მოწერილი. უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს, რომლის დაარსებასთან მასაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. გიმნაზიაში ასწავლიდა ბერძნულ და ლათინურ ენებს. ასევე ის იყო დასპეციალებული როგორც ძველ ქართულში, წარწერების კითხვაში, ხელოვნებაცოდნეობაში, საეკლესიო ისტორიაში, სამართალში, საკმაოდ ფართო განათლების ადამიანი იყო. ემიგრაციაში ყოფნისას მას დაუწერია ქართულ-ფრანგული ლექსიკონი. იგი აქტიურად მონაწილეობს მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების მიერ კავკასიის გაყოფილების შექმნაში საქართველოში. დაარსა ორგანიზაცია, რომელსაც ჰქვია საქართველოს საისტორიო საეთნოგრაფიო საზოგადოება. ამ ორგანიზაციამ პირველმა დაიწყო ასე ორგანიზებულად, სეგმენტირებულად და სისტემურად ქართული კულტურული მემკვიდრეობის ჯერ მოპოვება და შემდეგ შესწავლა. შეაგროვა 3000-ზე მეტი ხელნაწერი წიგნი და 15000-ზე მეტი ისტორიული დოკუმენტი. და ერთ-ერთი ამოცანა, რაც ჰქონდა საზოგადოებრივ ამ წიგნსაცავს, ეს იყო, რომ აი მას თვითონ ექვთიმეს უნდა ემოგზაურა საქართველოში, ოჯახებში თუ დაუშვათ ეკლესია მონასტრებში, მიეკვლიე ამ ხელნაწერებისა და ყველა მეთოდის გამოყენებით უნდა როგორღაც ჩამოეტანა და შემდეგ აი ესეთ საზოგადო საკუთრებად ექცია. სხვათა შორის ვეფხისტყაოსნის ხელნაწერების შეგროვებაშიც ძალიან დიდი წვლილი აქვს და თვითონაც იღებდა ამ ტექსტის შესწავლაში მონაწილეობას. პუბლიკაციებს რაც შეეხება როგორც საისტორიო ნაწარმოებებს აქვეყნებდა ის, როგორც იყო მაგალითად ქართლის ცხოვრება. ამის პარალელურად შეიძლება ვთქვათ ლიტერატურული ნაწარმოები, ხალხური თქმულებები, ზღაპრები, ლექსები, აი ასეთი მასალებიც გამოექვეყნებინა. ასეთი დიდი და განსაკუთრებული ცხოვრება ჰქონდა ექვთიმე თაყაიშვილს ემიგრაციაში წასვლამდე. როდესაც უმრავლესობა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობაში იყო სოციალ-დემოკრატი, როდესაც გადაწყდა, რომ ვის ჩაბარდეს მეურვეობა საქართველოსთან გატანილ განძზე, ფაქტობრივად ორი აზრი არ არსებობდა, რომ ეს უნდა ყოფილიყო ექვთიმე თაყაიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ ის სხვა პარტიის წარმომადგენელი გახდათ. მმართველები გახდნენ ექვთიმე თაყაიშვილი და იოსებ ელიგულაშვილი. ანდეს ექვთიმეს ამ საქმის ცოდნეს, უაღრესად დიდ პატრიოტს, რომელიც დღეს წმინდანად არის შერაცხილი. თუმცა ის არც ბოლშევიკურ და არც მენშევიკურ მთავრობას, როგორც იცით, არ წყალობდა საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, წითლების შემოსვლის შემდეგ გარდუალი იყო ის, რომ განძი აუცილებლად დაიფანტებოდა, საქართველოს ისტორია ფაქტობრივად წაიშლებოდა. როდესაც დაიძაბა სიტუაცია, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა მოეგროვებინა განძი, რომელიც იყო ქვეყანაში დაუნჯებული და გაეტანა მის ფარგლებს გარეთ. იმიტომ რომ ბოლშევიკები მას გაავერანებდნენ. მებრძოლი ათეისტების ქვეყანა იყო. ქრისტიანული ხელოვნების და ქრისტიანული ეპოქის უაღრესად დიდი მნიშვნელობის მქონე ნივთებია, რომელსაც არა მარტო მატერიალური, არამედ სულიერი დატვირთვაც აქვს. აი მაგალითად ახალგორის განძი, თამარ მეფის ულსაკიდი ჯვარი, მაგალითად დავით სარაჯიშვილის სამგლოვიარო გვირგვინი და ასე შემდეგ. აქ იყო უდიდესი რაოდენობით წარმოდგენილი ხელნაწერები, სხვადასხვა ხატები, მაგალითად ხელნაწერებიდან ვეფხისტყაოსნის ბევრი ეგზემპლარი. მოქვისახარება ძალიან კარგად აჩვენებს ამ პერიოდში, რომ აფხაზეთი იყო ქართული კულტურის და ეკლესიის განუყოფელი ნაწილი. ეს ხელნაწერიც აღებული იყო საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ევროპაში და სწორედ აი ექვთიმე თაყაიშვილი ინახავდა მას. 1921 წლის მარტში ეს ქონება განთავსდა მარსელის ბანკში, სადაც იგი ინახებოდა 13 წლის განმავლობაში. იყო გარკვეული საფასური გადასახდელი, 1 წლის საფასური
საქართველოს მთავრობის წარმომადგენლება იგი გადაიხადეს. მთელი ქონების 2/3 გაიყიდა ის ნაწილი, რომელიც ეკუთვნოდა საქართველოს მთავრობას და არავითარ შემთხვევაში ისტორიული მნიშვნელობის ნივთები, რომელიც დღესაც შეადგენს ჩვენს სიმდიდრესა და წარმოადგენს ჩვენს სიამაყეს. ამონაგებით მოხდა ლევილის მამულის შეძენა. გარდა ამისა, გარკვეული თანხები იხარჯებოდა ამ განძის შენახვაზეც და სხვა კიდევ სამეურნეო ხარჯებზე. ეს იყო რაღაცა ჯოჯოხეთური საქმე. განძის თავგადასავალზე შეიძლება საერთოდ რაღაც დეტექტიური რომანიც კი დაიწეროს. რომ ჩავიდნენ უკვე მსოფლიოს დიდ მუზეუმებმა იცოდნენ, რომ საფრანგეთში არის რა ძვირფასი ხელოვნების ნიმუშები, არა მარტო ქართული, არამედ ბიზანტიური, ევროპული არის ჩასული საფრანგეთში. და უდიდესმა მუზეუმებმა, ბრიტანეთის მუზეუმმა, მეტროპოლიტენ მუზეუმმა არაჩვეულებრივი მომხიბლავი წინადადებები გაუკეთეს იქ ყოფილ მთავრობას ამ ნივთების შესაძენად, მაგრამ მას თავზე ადგა ისეთი მცველი და დარაჯი, როგორიც იყო ბატონი ექვთიმე და არანაირ წინადადებაზე გაფიქრებას კი წარმოუდგენელი იყო. ინტენსიურად განაგრძობს მუშაობას. არის პარიზის შესაბამისი პროფესიული ორგანიზაციების წევრი, ნუმიზმატური ასოციაციის, კითხულობს ლექციებს, ატარებს საჯარო ლექციებს ქართულ საექსპედიციო მასალასთან დაკავშირებით. მენშევიკურმა მთავრობამ ხაღალდზეც შეწყვეტა თავისი არსებობა. და იმ განძს, რომელიც იყო შენახული მარსელის ბანკში, თავისთავად გაუჩნდა ძალზე დიდი პრობლემა. იგი გამოცხადდა საფრანგეთის მთავრობის მიერ უპატრონო ქონებად. რუსული უპატრონო ქონების შემადგენელ ნაწილადაც განიხილებოდა. მას დაუყენეს მეთვალყურე პიერ ჟოდონი. მის მიერ გადმოტანილი იქნა ეს ქონება და შეტანილი ლუვრში. ამას თან სდევდა გაუთავებელი სასამართლო პროცესები. სხვადასხვა პირები ცდილობდნენ, რომ იგი დაებრუნებინათ. ეს ხალხი ჩიოდა, საჩივარი შეჰქონდათ, მათ პროცესები ვერ მოიგეს. ევროპაში მეორე მსოფლიო ომის ძალიან მძიმე ტალღა იყო. ამ პირობებში ძალიან დიდი განსაცდელები ჰქონდა ექვთიმე თაყაიშვილს. ამ განძის მატერიალურად დაცვასთან დაკავშირებითაც და ამ განძით დაინტერესებულ ადამიანთა თავდასხმებისაგანაც. გერმანელებმა პარიზი აიღეს, მათ ყურამდეც მივიდა იქ არსებული ქართული განძის შესახებ და გადაწყვეტეს, რომ ამას დაპატრონებოდნენ. აი აქ პიერ ჟოდონმა დიდი როლი ითამაშა. ღამით ეთელი საუნჯე დაიტვირთა და გატანილი იქნა ვერსალში, სადაც მიმალეს რაღაც სარდაფში. გაიხსნა საბჭოთა კავშირის წარმომადგენლობა და ექვთიმე თაყაიშვილმა და მისმა მეგობრებმა დაიწყეს მოქმედება, რომ ეს განძი როგორმე დაბრუნებულიყო საქართველოში. მუდმივი წერილებით მიმართავდა ხოლმე ექვთიმე საბჭოთა მთავრობას, საბჭოთა საქართველოს მთავრობას იმისათვის, რომ რაიმე მოემოქმედებინათ, რომ ეს ყველაფერი დაბრუნებულიყო უკან საქართველოში. ამ სიმძიმის პარალელურად საქართველოში სხვა ფრონტი იყო მის წინააღმდეგ გამართული. პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ კომუნისტში ასეთი სტატია და მენშევიკებმა გაძარცვეს საქართველო. სადაც ზედმიწევნით იყო აღწერილი ყველა ის ნივთი, ყველა ის ძეგლი, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილმა ემიგრაციაში გაიტანა. ასე შეურაცხყოფილი, ასე დამცირებული მოღვაწის არც ერთი კომენტარი არ ახლავს ამ გაზეთს. ასე ცხოვრობდა და პარალელურად იკვლევდა გზებს, როგორ შეძლებოდა და როგორ ჩამოეტანა ეს საქართველოში. მის ცხოვრებაში იყო ძალიან მნიშვნელოვანი მეგობარი ნინო პოლტარაცკაია. იროდიონ სონღულაშვილს ემიგრაციიდან სწერდა, მე მგონი 1929 წელს, რომ გაკვირვებული ვარ პირდაპირ. ნინო ყოველნაირად ცდილობს ჩემი მსუბუქოს, ჩემი ტვირთი და ყოველ დღე პარიზის ერთ-ერთ კაფეში, რომელსაც სახელად სინემა ქვია, 30 პიესას ასრულებსო. მთელი სინემა ნინოს დამსწრეებით არის ყოველ საღამოს სავსეო. ნინო პოლტარაცკაია ძალიან მალე ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ გარდაიცვალა. ეს წერილები სავსეა უყოლობა, უქონლობის ფორმებით, მაგალითად უსამშობლოდ, უსახსროდ, უბინაოდ, უადამიანოდ და ბოლოს ყველაზე მძიმე ესეთი ფორმა არის უნინოოდ. დაიგეგმა დეგოლისა და სტალინის შეხვედრა
მოსკოვში. და სწორედ ალბათ აი ამ შექმნილი პირობებით ისარგებლეს ექვთიმემ და მისმა თანამოაზრეებმა. დაამყარეს კავშირი საბჭოთა კავშირის საელჩოსთან. ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად მოხდა ყველაფრის აღნუსხვა 45 წლის 11 აპრილს ორი თვითმფრინავით საფრანგეთიდან დაეშვა თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში. დაბრუნდა უკვე ძალზე ხალხი შესული, უკვე დასუსტებული საკმაოდ, მაგრამ აქტიურად განაგრძო თავისი სამეცნიერო მუშაობა. თავიდან მას საკმაოდ მოსწონებია თბილისი, თავდაპირველად ცხოვრობდა ის სასტუმრო თბილისში, მერე კი გადავიდა ბინაში ვაშლოვანის ქუჩაზე, სადაც ძალიან დუხჭირ გარემოში ცხოვრობდა. მოეწყო ამ განზის გამოფენა, რომელმაც აღაფრთოვანა ადამიანები. ეს დიდი მოვლენა იყო საქართველოს ცხოვრებაში. იძახდა რომ ბედნიერია იმით, რომ ერთი ქინძისავიც კი არ დაკლებია იმ საუნჯეს, რომელიც აღმოჩნდა საფრანგეთში. პირიქით, ამ ქონებას ბევრი რამ დაემატა კიდევაც. მან არ გაყიდა არაფერი. მან ეს შეინახა. მან მოახერხა ის, რომ საქართველოს შეუნახა მისი საუნჯი. ექვთიმეს ჰქონდა გამოცხადებული, რომ სანამ ვინმე რაიმეს გაყიდდა, მანამდე უნდა მასთან მიეტანას ყველაფერი ეს, რომ მას ენახა და შეიძლება თვითონაც კი შეეძინა. თავდაპირველად ექვთიმე თაყაიშვილი საქართველოში თბილისის უნივერსიტეტში ლექციებსაც კითხულობდა და საინტერესო აუდიტორიაც ჰყავდა. მაგრამ ძალიან მალე მის მიმართაც ესეთი აუტანელი დევნა დაიწყო, ერთხელ წაუყვანიათ დასაკითხად და საკაცით მოუყვანიათ უკან. ექვთიმე თაყაიშვილი ამის მერე სახლიდან არ გამოსულა. სიკვდილამდე არც თუ ისე დიდი ხნით ადრე საბჭოთა ხელისუფლებამ ხალხის რათაც კი გამოაცხადა. მისი დასაფლავების პროცესია ძალიან ცუდი სანახავი იყო, იმიტომ რომ ხალხის ძალიან მცირე რაოდენობა თუ იყო. ქართულმა ხალხმა დიდი მოღვაწეების დაფასება გადაწყვეტა ასე. მხოლოდ სახელით მოხსენიებაც უკვე საკმარისია. ვიტყვით ექვთიმე და უკვე გასაგებია, რომ ექვთიმე თაყაიშვილზეა საუბარი. რისთვის გააკეთეს ეს ექვთიმე თაყაიშვილმა და მისმა თანამედროვეებმა, რომ ალბათ ვიცოდეთ ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და საითკენ უნდა ვიყუროთ და რა უნდა იყოს ჩვენი ორიენტირი მომავალში. განუზომელია ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი. მან შექმნა ეპოქა, ჩამოაყალიბა მთელი თაობა, რომელშიც გააღვივა ინტერესი ქართული კულტურისადმი. საზოგადოებაში გააღვიძა პატრიოტიზმი და საკუთარი ქვეყნისადმი სიყვარული გახდა ძლიერი საფუძველი მომდევნო თაობებისთვის. ეს გეზი იმდენად მძლავრი იყო, რომ დღევანდელობამდე მოაღწია. ექვთიმე თაყაიშვილი ჩვენთვის მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია ერთ ადამიანს შეცვალოს მსოფლმხედველობა და ჩამოაყალიბოს ის ღირებულებები და ფასეულობები, რომელიც ჩვენი იდენტობის განმსაზღვრელია. ექვთიმემ ჩაუყარა საფუძველი წარსულის კომპლექსურ შემეცნებას. მან მოახდინა ფიქსაცია იმ ძეგლების, რომელთა დიდი ნაწილი უკვე განადგურდა, აღარ არსებობს, მაგრამ ქართველების გენეტიკურ კოდში მყარად დევს. მან აიღო ის კვლევის გეზი, რომელიც დღესაც გრძელდება თანამედროვე სამეცნიერო ცხოვრებაში. მისი მოღვაწეობა გმირობის ტოლფასი იყო. უმძიმესი ცხოვრების მიუხედავად არ გატყდა და თავისი ცხოვრების ფასად განახორციელა ის ეროვნული იდეა. შეუნახა საქართველოს ის სიამაყე, რომლითაც საქართველო დღესაც ფიქსირდება მსოფლიო კულტურულ რუკაზე. სწორედ ამის შედეგია ის არაერთი საერთაშორისო მნიშვნელოვანი გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილია სწორედ ის არტეფაქტები, რომლითაც ასე მდიდარია ქართული კულტურა. ექვთიმეს მოღვაწეობა იმდენად მასშტაბურია, რომ რთულია სიტყვებით გადმოსცე. ამაზე ის მნიშვნელოვანი და მასშტაბური ფაქტები მეტყველებს, რითიც მდიდარია მისი მთელი ცხოვრება და მოღვაწეობა. ეს გმირობაზე მეტიცაა. თუმცა ვერც ერთი ნათქვამი სიტყვა თუ მოყოლილი ამბავი შეაფასებს ექვთიმეს უმძიმეს ცხოვრებას, სიმამაცეს, გონიერებას, თავგანწირვას ისე ღირსეულად, როგორც მას შეეფერება. აქ ყველა სიტყვა უძლურია. ალბათ სწორედ ამიტომ 2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესია მის წმინდანად შერაცხა და წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი უწოდა.